მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. Აგრძელებთ ჩვენ საუბრებს ციკლიდან ქრისტიანობა და თანამედროვეობა. ჩვენ რამდენიმე გადაცემის წინ დავიწყეთ ერთგვარი ბლოკი, რომელსაც პირობით დავარქვით ცრუ ღმერთების დაბრუნება და რამდენიმე ესეთ ღმერთზე ვისაუბრეთ, დაბრუნებულზე. ჩვენ თქვით, რომ ადამიანის ცნობიერება ძალიან ძნელად შორდება აი ამ წარმართულ კონცეფციას. იმიტომ ძალიან მარტივია ურთიერთობა. იმ ყველა ღმერთთან ურთიერთობის დალაგება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ჭეშმარიტ ღმერთთან. თუ ჭეშმარიტ ღმერთი ერთ-ერთ რამეს იტყვის გულს. ეგ ყველაზე უფრო არ გვემეტება ჩვენ, ამიტომ დანარჩენი ყველაფერი კი ბატონო და დეტალები თუ გაინტერესებთ, ნახეთ ჩვენი წინა გადაცემები. დღეს უნდა ვისაუბროთ კიდევ ერთ დაბრუნებულ ცრუ ღმერთზე, რომელიც დაბრუნდა ყველაზე უფრო მოდერნულად შეფუთული. ეს უნდა ვთქვათ. როდესაც ღმერთები ბრუნდებიან ხოლმე, ეს ცრუ ღმერთები, ისინი რა თქმა უნდა ახალი სამოსით მოდიან. იმიტომ რომ ზუსტად იგივეს მიმართ ადამიანებს შეიძლება არ ქონდეთ. რაც უკვე მოიღეჯეს. ხო? არ ქონდეთ ის სრული ნდობის ელემენტები. ნახეთ რა ზელაპარაკი. ოდესღაც და ამას თქვენ ნახავთ საბჭოთა პერიოდში გამოცემულ სახელმძღვანელოებშიც კი, როდესაც უძველესი ადამიანების ისტორიაზე ლაპარაკი, უნდა აეხსნათ მარქსისტულ პარადიგმაში, რატომ გაჩნდა საჭიროება ღმერთისა, ღმერთებისა, რელიგიებისა, რიტუალისა და შემდეგ იყო მარტივი რაღაცა. ადამიანის ბუნება შეუცნობელი იყო, ადამიანი ბუნებას ვერ მართავდა, ადამიანი ბუნებას ვერ ერეოდა და ადამიანი თქვა, ნუ, მაშინ მოდი მოვთაფლოთ. და დავუშვათ ვიღაცა ძლიერ ადამიანს ვერ ვერევით რაღაცით. მოგვთ ამ მოვთაფლავ და შემოშვება, იქნება აქაც იგივე მუშაობსო. და დაიწყესო პერსონიფიცირება, რაღაც იქ. ამ ტყეში რაღაცის დანახვა ის ხე, ოდინის ხე დადგა თუ რაღაც სხვა იქნებოდა. თვარე იქნებოდა ახალი ღვთაება და ასე შემდეგ. და ესე ნელ-ნელა ადამიანებიო ბუნების წინაშე, ბუნების კატაკლიზმების წინაშე გაჩენილი შიშიდან ამოსული იწყებს ღმერთების გამოგონებას და თაყვანისცემას. ნუ რამდენად მართებული ეს კონცეფცია, ახლა ამაზე არ ვინალაპარაკ, იმიტომ რომ ამაზე ბევრად უფრო დახვეწილი სისტემები არსებობს კომპარატიულ თეოლოგიაში და ამიტომ ახლა თქვათ იმაზე რაც ვიცით აშკარად. საქმე ის გახლავთ, რომ ოდესღაც მართლაც ადამიანებს სწამდათ ბუნების ძალების. ეგვიპტე ამ მხრივ ძალიან კარგი ნიმუშია, ხო? დინარეების ღმერთები, უდაბნოს ღმერთები, ნაყოფიერ მიწების ღმერთები, მთების ღმერთები, ქალაქების ღმერთები, ნათობების ღმერთები, დღეს ღმერთი, ღამეს ღმერთი, საათებს, ყველა საათს თავისი ღმერთი ყავდა. ხო, ანუ ყველაფერი იყო მონიშნული ამ თუ ღმერთის ნიშნით. და რა თქმა უნდა მთავრის ღვთაებები იყვნენ რა, ზე და ჰაფი, ნილოსი. მაგრამ არსებობდა უფრო რთული, უფრო გვიანდელი მართლა, მაგრამ უფრო რთული კონცეფცია, როდესაც ბუნება გამოცხადდა როგორც ღმერთი. პანთეისტური თეორია, ხო? პანთეიზმი რას გულისხმობს? ბუნება არის კიდეც ღმერთი, კოსმოსი არის კიდეც ღმერთი. ჩვენ ვართ ღმერთის განუყოფელი ნაწილი. ადამიანს, რომელიც არ არის მიჩვეული იმას, თუ როგორ გამიჯნოს, ისაც ძალიან მიამსგავსა ბოროტმა ჭეშმარიტებას. ხო, აბა რა, ჩვენ ღვთისმშობლები ვართ. რაწერიაზე ელთოსებში თქვენ ჩემთან გიეთ, მე თქვენთან გიე. აბა რა, ერთი მთელი ვართ, ღმერთის ნაწილება, ღმერთისშვილები ვართ, ეკლესია, ღვთისხეულია. და ესე ვიღაც შეიძლება თulides რომ რაც ახლა თქვით პანთეისტურ მოძღვრებაზე, ზუსტად იგივე არის ქრისტიანობაზე, აბა რა, არ ერთი სერიოზული განსხვავებაა. ადამიანი არ არის ღმერთის ბუნების ნაწილაკი.
ადამიანისთვის ქმნილება. მე შეიძლება დავწერო 9000 გვერდიანი რომანი. არც ერთი გვერდი იქიდან არ იქნება ჩემი სხეულის ნაწილი. კი ბატონო. მთლიანად ეს ტექსტი ჩემგან გამოვიდა. ჩემი ქმნილება, მაგრამ ჩემი არ არის. ჩემი ნაწილი არ არის. მე შემოწმეს არც დამეწერა. როდესაც ქათამი კვერცხს ხდებს, ქათამა კვერცხი უნდა დადოს. ეს ბუნებით განპირობებულია. არა, დებო, მე კვერცხს არ დავდებაცი. ეგრე არ მუშაობს. როცა ქათამს მოადგება კვერცხი კიდეც, დადებს და გაკანდება კიდეც. ეს არის ბუნებრივი და ბუნებითი. ბიბლიური სწავლებით ადამიანი არ არის ბუნებითი ნაწილი ღმერთის. და ის რომელსაც ღმერთი ქმნის ადამიანის სულს და ისიც ქმნილება არის. ისიც არ არის ანათალი ღმერთის სულისა. პანთეისტურ ცნობიერებაში ღმერთი არის ყველა და ყველაფერი. და იმის გამო რომ ერთი წვეთი ზღვა პრინციპში მოიცავს მთელ ზღვას, ქიმიური შემადგენლობით, ხო? სულეთი თქვენ ახლა ამ ბოჭკს ცემთ აყვანს, თუ იმ პლანეტას ცემთ აყვანს, თქვენ თუ აი ამ სამყაროს რომელიმე ნაწილს ცემთ აყვანს, ის იგივეა. და აი როგორ მოხდა საოცარი რაღაც. პირველი კურთხევა, რომელიც მიიღეს ამ ოთხეში, ხო? რომელიც ხებოდა მათ გარემოს. ეს ხო რომ დაეცვათ და დაემუშავებინათ სამყარო. და ეშაპმა, მოიცა, ძალიან კარგი რაღაცა არის. ამათ უნდა დაიცვან და დაამუშავონ. სათავისო და ღვთისთვის ბუნებრივია, მაგრამ მოდი მე ვიზამისე რომ ესენი ემსახურონ მას. არა ის ემსახუროს ამათ ცხონებას, არამედ ესენი ემსახურონ მას. და ჩნდებიან უცნაური ეკოაქტივისტები. ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან თქვენ რომ ნუ ჭამთ ამდენ ხორცს. იმიტომ რომ თქვენ რომ ამდენ ხორცს მოითხოვთ, როგორ არის კაპიტალიზმში მოთხოვნა ბადოს მოწოდებას, ხო? აი თქვენ რომ ამდენ ხორცს ჭამთ, ამიტომ ამდენი ფერმა, ამდენი ძროხა, მე შენი ძროხები გამოყოფენ გაზებს და სითბოს და გლობალური დათბობა. ამიტომ იღუპებით ჩვენ. ძროხების, გაზების გამო სამყარო იღუპება. საინტერესოა. და ჩვენ წავალთ ამას ყველას ვეთქვით. ჩვენ გადავფრინდებით ჩვენი მუზარმაზარი თვითფრინავით ამ კონტინენტზე, რიმ კონტინენტზე, ყველგან მივალთ, ყველას ამას ვეთქვით. ნუ მოიპოვებთ ნავთობპროდუქტებს, განა არა. ადამიანი ნამდვილად დაცემული ადამიანი არ იცავს და არ ამუშავებს ბუნებას. მოიხმარს ბოროტად მას. მაგრამ აუცილებელია ერთი უკიდურესობიდან გადავარდეთ მეორე უკიდურესობაში. აი იყავი მართლმადიდებელი. თითქმის 200 დღე წელიწადში შენ იმარხულებ. არც ხორცს შეჭამ და არც არაფერს. არააუცილებელი ვეგანი იყო და ვეგანებს არ ვეჭით, მით უმეტეს იმათვისაც ბიოლოგიურად აქვთ პრობლემა ცხოველური ცილების და შემდეგ ათვისების. არა. ეს ის იდეური ხალხს აღარ ჭამს, რომლებიც n რაოდენობის ლაბორატორიას აფინანსებენ n რაოდენობის მილიონით, რომ მათ გამოიგონონ რომელიმე მცენარეულ საფუძველზე დაფუძნებული ისეთი პროდუქტი, რომელიც ძალიან გავს ხორცს, რომელიც ძალიან გავს ყველს. ერთხელ ერთ დაწესებულებას შევედი, რომ მაპატით მეთქი სამარხო რა გაქვთ. არაფერიო. მე და ჩემი ყოფილი მოსწავლე ვიყავით. კარგი, როცა მოიცა, ესე უნდა ლევანმასო და მე უნდა ვეგანური რა გაქვთ. ეს და 4 პროდუქტი აღმოჩნდა ეგრევე ვეგანური. ანუ სამარხო. ანუ რაც არ შეიცავდა არანაირ ცხოველურ ინგრედიენტებს. მაგრამ მაინც და კარგი რა არის სამარხო. კი ბატონო, პრობლემა არ არის. მაგრამ აი რომ დავაკვირდი მე ამას. ხარი, მე ახლა არ ვჭამ ხორცს და რძის ნაწარმს და კვერცხს, იმიტომ რომ ეს ჩემი რელიგიის ნაწილია. ახლა მე ამაზე თავი შევიკავო. აი ვინც უბრალოდ არ ჭამს, იმიტომ რომ ბუნებას უფრთხილდება. აი მეთქი, აი ამ 5 პროდუქტში
რამდენი ინგრედიენტი არის ადგილობრივი წარმოების. საქართველოში რომ მოდის 2 თუ 3, დანარჩენი ყველა აღმოჩნდა სპეცრეისის ჩამოტანილი, იმიტომ რომ ავოკადო იქნება თუ ის იქნება თუ ეს იქნება. ეთყობებს თვითმფრინავებიც დაფრინავენ ისე რომ ეკოლოგიას არ აზიანებენ. მაშ ასე იყო დრო, როდესაც ბუნებას ადამიანს ცემდა თაყვანს. და შემდეგ ვიღაცა მოიფიქრა რომ შეერთებინა ეს ბიბლიური იდეა ბუნებაზე ზრუნვისა, აი ამ პანთეისტური იდეასთან, ბუნების მსახურებისა, რომ ემსახურებოდა ბუნებას და თაყვანს ცემდა ბუნებას. ანუ აღმერთებდა ბუნებას. შენი ცხოვრება მიმართული იყოს, რომ ის გადარჩეს. არა იმიტომ, რომ უნდა არსებობდეს ადამიანებისთვის ღვთილბოძებული გარემო. არა, ეს პარაზიტი არის. ეს ადამიანი ხეებს, ჩეხავს, ტყეები, გაჩეხა ამაზონის ჯუნგლებში რა ხდება, იქ რა ხდება, აქ რა ხდება, ადამიანი არ გვედარდება ჩვენ. აი ეს ციყვი, აი ეს ევკალიპტი, აი ეს რაღაც ზღვის წყალმცენარე რაღაც. ისინი. ვიმეორებ, აქ თემა არის ძალიან მარტივი. ადამიანი ვალდებულია იცავდეს და ამუშავებდეს ბუნებას, რა თქმა უნდა. მაგრამ ვის უნდა ემსახურებოდეს და რა ვის უნდა ემსახურებოდეს? ადამიანი ბუნებისთვის თუ ბუნება ადამიანისთვის? ბიბლიური წარმოდგენით ბუნება შეიქმნა ადამიანისთვის. და ბუნება არის ის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია იხილოს ღვთაებრივი მშვენიერება, ღვთაებრივი კრეაციის მშვენიერება. ამიტომაც ბუნება უნდა არსებობდეს. მაგრამ ბუნება არ უნდა იქცეს თაყვანისცემის ობიექტად. გახსოვთ, ერთ-ერთ წინა საუბარში ჩვენ თქვით, რომ როდესაც გველები მოსრიალებდნენ და გესლავდნენ ებრაელებს, ღვთისბრძანებით მოსეს სპილენძის გველს შექმნის და ყველა მიჩხავდა რწმენით მას იკორნებოდა. და გავიდა დრო და ებრაელებმა გააკერბეს და უწოდეს მას ნახუშტანი და თაყვანსებდნენ მას. სანამ შემდეგ ერთმა კეთილმორწმუნე მეფემ არ დაამტვიეს სპილენძის გამოსხმოს ოდესღაც სიწმინდე იყო და ახლა უწმინდურებად იქცა. თურმე შეიძლება ღვთილბოძებული მშვენიერი რამ ადამიანმა აქციოს ძალიან ცუდ რამედ. იქ სადღაც ბუნებაში გადიოდნენ დიდი მოღვაწეები, რომ ადამიანური ცოდებისგან და ვნებებისგან თავისუფალ სივრცეში ღმერთს შეხვედროდნენ. და ვიღაცებმა ეს სივრცე აქციეს დემონების თაყვანისცემის პირდაპირ ობიექტად. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მესამე წრუღმეთ, რომელიც დაბრუნდა, ბუნება, ეკოლოგიის სახით. ვიმეორებთ, ეკოლოგიური მოწოდება თავიდანვე ბიბლიის პირველ ფურცლებზე, პირველ სტრიქონებშია. აუცილებლად არის. მაგრამ ის, რადგან ჩვენ ვაქციით ბუნებასთან ურთიერთობა, არაფრით აღარ გავს იმას. ამიტომაც არავის საქმე არ არის, მათ შორის არც ჩემი საქმე არ არის, ვინ ჭამს მცენარეულს, ვინ ჭამს ცხოველს. გახსოვთ ხო პავლე მოციქულის სიტყვები? ვინცო არ ჭამსო ცხოველსო, ხორცო, ნუ დასცინის იმასო, ვინცო ჭამსო. ხოლო ვინც ჭამსო, ნუ განიკითხავს იმას, ვინც არ ჭამს. ეს არის საფუძველი ქრისტიანული ცხოვრების. ოღონდ ეს მითი ბუნების თაყვანისცემისა. გახსოვთ ხო რამდენიმე წლის წინ წინა რომის პაპი ფრანცისკე თუ იმის წინა ბენედიქტე არ მახსოვს. მასპინძლობდა ვატიკანში ინდიელების რომელიღაც ტომს, რომელმაც მოაბრძანეს ვატიკანში დედაბუნების კერპი და მის წინაშე რაღაც ცეკვები, რიტუალები აღაწევს და პაპი უყურებდა მშვენიერად ამ ყველაფერს. იქ სადაც ოდესღაც ეწამებოდა ხალხი, იმისთვის რომ ქრისტეს გარდა არ არსებობს ღმერთი და არანაირი ბუნების თაყვანისცემა. შეიძლება იქ პირდაპირ ეს წარმოდგენა იყო,
რომელიც გულისხმობდა ფოლკლორულ, როგორც ამბობდნენ, შეხედულებებს ამ კონკრეტული ტომისა და აღწერილი იყო აქ თუ როგორ ეთაყვანებიან ესენი დედაბუნებას. შენ კონფერენციები ჩატარდა იმის თაობაზე, რომ გადასარჩენია სამყარო, იქამდე მივიდა რომ სოფლიო პატრიარქს მწვანე პატრიარქი უწოდეს, იმდენად ჩართული ეს ამ ეკო აქტივისტების რაღაც მოძრაობებში. ყველაფერი კარგია. არ უნდა გავუწოს, რომ ბუნება ეს არის ისაც შეიქმნა ჩვენთვის, რომელთან ჰარმონიული, ღვთიუბოძებული ალგორითმით ურთიერთობის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ შეხვედრას ღმერთთან. ხოლო არასწორი ურთიერთობით ჩვენ მხოლოდ დავშორდებით ღმერთს. ამიტომაც, როდესაც გამოდიან ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ, რომ ადამიანებიც კი განადგურდნენ იმისათვის, რომ დედაბუნებამ შეძლოს განვითარდეს და შემდეგ დაიწყოს ევოლუციის ახალი ციკლი და ოდესმე ამდენი და ამდენი მილიარდი წლის შემდეგ კვლავ გაჩნდებიან ადამიანები და თუ ისინი კვლავ პარაზიტებად მოიკიდებიან მას დედაბუნებამ კვლავ უნდა მოიშოროს ისინი. ეს უკვე ძალიან გავს წარმართულ რელიგიას. ყველამ უნდა სცადოს დაიცვას ოქროს შუალედი. მიიღოს იმ წესს, იმ ნორმას, რომელიც ბიბლიით არის მოცემული ბუნებასთან ურთიერთობისთვის. არ მოკლა არც ერთი ცხოველი, თუ შინამ საჭიროება არ გაჩნია, არ მოჩეხო არც ერთი ხე, თუ ამის აუცილებლობა არ არის. არ გადაიარო გაზონზე. არ გადაყარო მანქანიდან პლასმასის ბოთლები. ეს ელემენტარულია. აქ არ არის საჭირო რაღაც განსაკუთრებული მისტიკისტ შებრვა ბუნებისა. ეს არის ღვთიუბოძებული გარემოს მიმართ სწორი დამოკიდებულება. დაიცავ და დაამუშავე. გაქვს სოფელში მიწა, დაამუშავე. მიდიხარ და ტკბები? რა ლამაზია ეს ოხერი. არასწორი. კეთილი. ფიქრობთ, ამჯერადაც საკმარისად თქვით ამ თემასთან დაკავშირებით. ეს არის კიდევ ერთი ცრუ ღმერთი, რომელიც დაბრუნდა, ვიმეორებ, სანამ მის მიმართ დამოკიდებულება ბიბლიურ კონტექსტშია, ის საფრთხეს არ წარმოადგენს, როგორც კი ეს გადადის ჩვეულებრივ ზრუნვიდან თაყვანისცემის, სახურების კატეგორიაში, ეს უკვე საფრთხე შეიცავს. თუ თქვენ გაგახსენდებათ კიდევ რომელიც ღმერთები დაბრუნდნენ, ან ცდილობენ დაბრუნებას, მოგწერეთ კომენტარების ველში, ჩვენ შევეცდებით ვისაუბროთ იმ საფრთხეზეც, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამ კონკრეტული ღმერთების დაბრუნებას. ამჯერად გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.